დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. კატარაქტა. კატარაქტა არის თვალის დაავადება, რომელიც ხასიათდება თვალის ბროლის შემხვრევით. ბროლი, რომელიც ჩვეულებრივ გამჭვირვალეა, კარგავს გამჭვირვალობას, რაც იწვევს მხედველობის პროგრესულ გაუარესებას. კატარაქტა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, და ის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მხედველობის დაკარგვისა მთელ მსოფლიოში. გამომწვევი მიზეზები. ასაკი. ასაკობრივი კატარაქტა ყველაზე ხშირი ფორმაა და ის ძირითადად ვითარდება 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში. ბროლი ასაკთან ერთად კარგავს ელასტიურობას და ხდება ნაკლებად გამჭვირვალე. მემკვიდრეობითობა. ზოგიერთ შემთხვევაში კატარაქტა შეიძლება იყოს გენეტიკურად განპირობებული და განვითარდეს ახალგაზრდა ასაკშიც. ტრავმა. თვალის დაზიანება, მათ შორის დარტყმა ან სხვა სახის ტრავმა, შეიძლება გახდეს კატარაქტის განვითარების მიზეზი. დაავადებები. გარკვეული დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, გლაუკომა, უვეიტი, თვალის ანთება ან თვალის სხვა დაავადებები ზრდის კატარაქტის განვითარების რისკს. მედიკამენტები. ზოგიერთი მედიკამენტის, მაგალითად კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კატარაქტის განვითარება. რადიაცია. ულტრაისფერი გამოსხივების ხანგრძლივმა ზემოქმედებამ და მაიონიზებელი რადიაციის ზემოქმედებამ შეიძლება გაზარდოს კატარაქტის განვითარების რისკი. სხვა ფაქტორები. თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და არაჯანსაღი კვება ასევე ასოცირდება კატარაქტის განვითარების რისკის გაზრდასთან. დაავადების სიმპტომები. კატარაქტის სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალურად და დამოკიდებულია კატარაქტის ტიპზე და სიმძიმეზე. სიმპტომები ვითარდება თანდათანობით და მოიცავს. მხედველობის დაბინდვა. მხედველობა თანდათან ხდება დაბინდული, თითქოს ნისლია თვალწინ. მხედველობის გაორება. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის გაორება ერთ თვალში. მგრძნობელობა სინათლის მიმართ. შეიძლება გაიზარდოს მგრძნობელობა კაშკაშა შუქის მიმართ, რაც იწვევს დისკომფორტს ან თვალების ტკივილს. ფერების გაუფერულება. ფერები შეიძლება აღიქმებოდეს ნაკლებად მკაფიოდ და უფრო გაუფერულებულად. მხედველობის გაუარესება ღამით, განსაკუთრებით რთულდება ღამით ან დაბალ განათებაში ხედვა. ხშირი ცვლილება სათვალის რეცეპტში. შეიძლება ხშირად გახდეს საჭირო ახალი სათვალის გამოწერა, რადგან ძველი სათვალი აღარ აუმჯობესებს მხედველობას. ჰალო ეფექტი. შუქის წყაროების გარშემო შეიძლება გაჩნდეს ჰალოები ან რგოლები. მკურნალობის მეთოდები. კატარაქტის მკურნალობის ერთადერთი ეფექტური მეთოდია ქირურგიული ოპერაცია. არ არსებობს მედიკამენტები, სათვალეები ან სხვა საშუალებები, რომლებიც აღადგენს დაბინდულ ბროლს. ოპერაცია გულისხმობს შემღვრეული ბროლის ამოღებას და მის ჩანაცვლებას ხელოვნური ინტრაოკულარული ლინზით. არსებობს ოპერაციის რამდენიმე სახეობა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია. ფაკოემულსიფიკაცია, ულტრაბგერითი კატარაქტის მოცილება. ეს არის კატარაქტის ქირურგიის ყველაზე გავრცელებული და თანამედროვე მეთოდი. პროცედურის დროს გამოიყენება ულტრაბგერითი ენერგია, რომლითაც ბროლი წვრილ ნაწილაკებად იშლება და იწოვება თვალიდან. შემდეგ თვალში თავსდება ხელოვნური ლინზა. ექსტრაკაფსულარული ექსტრაქცია. ამ მეთოდის დროს კეთდება უფრო დიდი განაკვეთი თვალში, ბროლი ამოღებულია მთლიანად და შემდეგ თავსდება ხელოვნური ლინზა. ეს მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ფაკოემულსიფიკაციის მეთოდი შეუძლებელია. სამკურნალო მედიკამენტები და საშუალებები. კატარაქტის სამკურნალოდ არ არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ბროლის გამჭვირვალობას აღადგენს. თუმცა არსებობს რამდენიმე თვალისწვეთი, რომლებიც გამოიყენება ოპერაციის შემდგომ პერიოდში ან თვალის სხვა დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც შესაძლოა კატარაქტასთან იყოს დაკავშირებული. ანტიბიოტიკური თვალისწვეთები გამოიყენება ოპერაციის შემდგომი ინფექციების პრევენციისთვის. კორტიკოსტეროიდული თვალისწვეთები გამოიყენება ოპერაციის შემდგომი ანთების შესამცირებლად. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო თვალისწვეთები ასევე გამოიყენება ოპერაციის შემდგომი ანთების შესამცირებლად და ტკივილის გასაკონტროლებლად. ატროპინი გამოიყენება ზოგიერთ შემთხვევაში ოპერაციის წინ ან მის შემდეგ გუგის გასაფართოებლად. უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი მედიკამენტი არ კურნავს კატარაქტას და არ ცვლის ოპერაციის აუცილებლობას. რჩევები. რეგულარული შემოწმება ოფთალმოლოგთან. რეკომენდებულია ოფთალმოლოგთან რეგულარული შემოწმება, განსაკუთრებით 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში, კატარაქტის ადრეული გამოვლენისთვის. თვალების დაცვა მზისგან. აუცილებელია მზის სათვალეების გამოყენება, რათა თავიდან აიცილოთ ულტრაისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედება.
ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და მოწევისგან თავის შეკავება ხელს უწყობს თვალების ჯანმრთელობას. დიაბეტის კონტროლი. დიაბეტის მქონე ადამიანებმა უნდა აკონტროლონ სისხლში შაქრის დონე, რათა შეამცირონ კატარაქტის განვითარების რისკი. დაიცავით თვალები ტრავმებისგან, თავიდან აიცილეთ თვალის დაზიანებები, რადგან ტრავმებმა შეიძლება გამოიწვიოს კატარაქტა. კატარაქტა არის გავრცელებული დაავადება, რომელიც იწვევს მხედველობის გაუარესებას. მკურნალობის ერთადერთი ეფექტური მეთოდია ოპერაცია. თუ თქვენ გაქვთ რაიმე სიმპტომები, რომელიც მიუთითებს კატარაქტაზე, გთხოვთ მიმართოთ ოფთალმოლოგს დიაგნოზის დასადგენად და მკურნალობის გეგმის შესადგენად. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.